მიმართულება ჩვენში ძალიან დაიწყუნა ამ ბოლო წლებში და შეიძლება დეფიციტი გახდა უკვე, მაგრამ ზოგადად ისტორიულად და გენეტიკურად ჩვენ ამაყი ხალხი ვართ, ხილხების ხალხი ვართ. რატო უშვებს ამას, რომ აი ესე მარტივად სულში გვაფურთხებს, უგნებოდ ხელისუფლებას. როგორ შეიძლება სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ იმნოს უთხრა, რომ შენი მოქმედებაში რუსული ხელია. ყველაზე მეტი რუსული ხელი არის სააკაშვილის მოქმედებაში. ყველაზე მეტი აიღებ გნებავთ აი ძალიან ანტიქართველი რუსების, გნებავთ საქართველოს ძალიან მოყვარული რუსების შეფასებები, მე თქვენ ხალხზე ვლაპარაკობ. გაბოლოებულზე ჩვენზე და ისევ სიყვარულის ახსოვსეთ. სულ ერთ მნიშვნელოვნად ხაზს უსვამს, რომ ყველაზე მისაღები ხელისუფალი პუტინის მედვედევის ხელისუფლებისა, ანუ დღევანდელი რუსეთის არის სააკაშვილი და ამას აუცილებელია რომ მედვედევმა მითხრას მე და პუტინმა, შეიძლება ქვეყანა შემინებით რისკი ჩამდგარი ობიექტები, ყველა სასიცოცხლო ობიექტი და მოდით რა ნახოთ უგნებავთ აი ეს უბედურება რაც აგვისტოში დაგემართა. რუსეთის სასარგებლო გადადგმულმა ბიჭი იყო და შედეგიც იმან მოიგო მხოლოდ. და ეხლა თუ ვინმე ძალიან გულით უხარია და უნდა დაიჯეროს რომ რუსების ასე ვთქვათ იმპერიალისტური ზღაპრები გამოამჟღავნეს რა ეს მათთვის ყოფილა დამალული თორე სოფლიოში ეს არავის არ არის ზღაპარი. მაგრამ მაყურებელი გველოდება მოდით შემოვიყვანოთ და ახლა დაჟინებით ხოლმე ეს ადამიანი გეორგიევსკი ტრაქტატი კარგად წაიკითხეთ რა იქ საპატრიარქოსი გაგიქმეს რუსებმა და არ არის ესეთი არაფერი მე არ ამჯერა რა იმე კონტრაქტი დაიძოს ამერიკელებთან მაგრამ არც შეიერთებენ ჩვენს ეკლესიას და იქ ისეთ პირობები იყო ტრაქტატში კარგად წაიკითხეთ გაარკვიეთ დიაგისმეთ ეთერში ხართ გისმენ გამარჯობა ბატონო გისმენ ბატონო გამარჯობა შეგიძლიათ თუ ბატონო შეგიძლია მაქვს და შეიძლება ბატონო მე პიროვნება რომელიც როცა მიკის რა იყო თუ გახსოვთ რა მაშინ დაიწყო სვანების სახლების შენებლობა მე მერაბკოსლავასთან დავდიოდი მაგ სახლების რევიზიას ვაკეთებდი და როგორ შეიძლება რა შეიძლება და მაშინ წამოვაყენეთ წინაზედება რომ მოდიმედ კი მე დავაყენოთ თავრობის წინააღმდეგ ისეთი წინაშე ისეთი საკითხი რომ 80% სოფლებში გლეხების სახლები თითქმის ცარიელი იყო მაშინ აი თიაზონეში ჩავასახლოთ ხელშეკრულებით და მაშინ იყო უპეტრობა და აგროტურიზმის განვითარებაში მოახმაროთ ამ ხალხს აი იქიდან მოყოლებული მე ეს მოხდა ჩვენ მე წავედით მიძულებული ყავით კავშირი ყავით რუსეთში იქ მოღვაწეობდი მერი მოხდა ისე რომ ასლნაბაშიძესთან მქონდა საუბარი ისევ ამ პროექტზე და მან ხარი დაგვიჭირა ამ პროექტის განვითარებაში ძალიან მოეწოდა მაშინ რაღაც საერთოდ თანხების გამო მაგრამ მე იქაც ისეთი რევოლუცია მოხდა შემდეგ ეს 5 წლის წინ იყო ჩვენებურების შეხვედრა და მე როგორც კრასნოდარის ხარის წარმომადგენელი მოხდი ამ შეკორთიან მარიოტში ჩვენი პრეზიდენტის დედაც ბრანდებოდა იქ და მაშინ მოგმართეს და დააბრუნდით საქართველოში და იყავით აქ ჩვენ მე ვთქვა კი ბატონო ახლავე დავრეკავ და 20000 ქართველი ხვალ ფეხშვილად ჩამოვლენ აქ მაგრამ ის დაასაკრეთ და მაშინაც პირდაპირ ხელში გადავეცი ის პროგრამა რა პროგრამაც აქვს ჩვენ თუ როგორ უნდა განვითარდეს აი ამ სასარგებლო სახლებში აგროტურიზმი და რა მარტო იყო რეალიტი შოუც რის შესაძლებლად იციან თავრობაში პრეზიდენტის აპარატში ძებსოგლის მე და ყველანი რა მოხდა მე აი გითხრათ და აი ყველა მოწონს ყველას უნდა მხარი დაგვიჭირონ და რაღაც ძალები მაინც უშლის ამ პროექტს განვითარებას ახლა საქმეშია ეს ჩათვლა ეს კონცეფცია პირდაპირ კონცეფცია გვიწერია ქვეყნის განვითარების მომზადება გადამზადების ინსტიტუტებია ჩართული ხალხია ჩართული და ხედავთ ვიბძვით თქვენ რო თქვით ზაღარ ასეთი რაღაცა იკრიბებო სად იკრიბებიან ეს ხალხი რომ მივიტანოთ თქვენ ეს კონცეფცია განმზადებული ხალხი და ინსტიტუტებიც არიან ჩართული ამ საკითხში დიდი მადლობა ეხლა ამისთან კონცეფციაზე და თუგნებელ პროგრამაზე ესეზე პირად საუბარი ცოტა ძნელია მე არ ვიცი პროგრამაში რამდენად არის ყველაფერი გაწერილი და საკუთრების უფლებების დარღვევა და ეს პრობლემატური საქმეა მაგრამ შეიძლება იყოს იქ გადაწყვეტილების ისეთი გზები რომელიც ქვეყნის სასარგებლოდ არავის უფლება არ იღება და გახსოვთ შეჩნებსა და ოსებს შორის ინგუშეთსა და ოსებს შორის გაუთავებელი პრობლემები შექმნა იმას რომ ეს გადაასახლეს და მე ის სახლები ვიღაცებს დაუწოვეს სხვადასხვა ქართველებსაც ჰქონდათ ის სახლები და ქართველები ძალიან ტრადიციების შესაბამისად და ჩვენი წინაპრების ტრადიციების შესაბამისად ძალიან ვაჟკაცურად მოიხსნენ როცა დაბრუნდნენ უკან ინგუშები და დღესაც მათ სახელებს უოცავენ ადგილობრივი ინგუშები ძალიან ისეთი ქართული
ნაბიჯები გადადგეს. ანუ არ შეიძლება პრობლემები ძალიან ბევრი იყოს სასაკვირველად. თუმცა იდეა მოსმენადია ძალიან და თვითონ რომ ყველას მოეწონაო, მაგრამ მოსმენის თვალსაზრისით მეც მომეწონა. თუმცა ეხლა ტურიზმის განვითარება და ეს უფრო რთული საკითხია და თუმცა გეცხოვებით ჩვენს იდეაში ეს ყველაფერი დევს. მათ შორის მეცნიერებმა დაიწყეს უკვე დამუშავება ეს ყოველების ნაწილისა უპირველეს ყოვლისა საუბარი არის უნიკალური ქართული ჯიშებისა. აი, ფერანდო ვახსენებ საქართველოს ჯიშობის უხვედრი ქვეყანა საქართველოს გვაქვს ენდემური უნიკალური ჯიშები ბევრ სფეროში და არ გვჭირდება მაინც ამას წინის გაცხელება. ჰოლანდიური ძროხა უნდა ჩამოვიყვანოთ საქართველოში თუ ინგლისური, იმიტომ რომ არის უნიკალური ჯიშები და ურავინ ნუ გაიცინებს. იყო ხოლმე ესეთი საკავშირო პრესაშიც კი შაკერის დონეზე მისულიყო, ქართული ძროხა გონია და სინამდვილეში თხარიო. ეს სფერო ძროხა გონია და იმათ რომ თხა გაცილებით ნაყოფიერია. ქიმიანობა მაღალი. მარტო ქიმიანობა არა. 1 კილოგრამ საკვებზე ნახეთ მისი პროდუქციულობა და მიხვდებით რომ უცებ არაფერი საშაყირო არ ქონდა და არც მთელ მსოფლიოს. ანუ ეს მიმართულებები არის, მე მინდა რომ ბატონს შევთავაზო ჩვენთან შეხვედრა, ჯერჯერობით და დღესდღეობით ჩვენ მინისტრიის შენობა რო ხარ, რუსთავი 2-ია განლაგებული, მე-10 საფულზე ვარ, შეუძლია მობრძანდეს და მე შეიძლება აბადი რა, მე რუსთავი 2-ს ვერ დაუჭმობ საქართველოს და ვერ სხვა მეზგავს ეს ჩვენი ქვეყანაა, ისინიც უნდა იყვნენ და არიან და ჩვენც უნდა ვიყოთ, მაგრამ არა პრინციპული მნიშვნელობა. ისე რომ სიამოვნებით მოусმენ და მე ვერ შევფიქრდები რომ მე გავაკეთებ ყველანაირ დასკვნას, იმიტომ რომ სამწყუაშვილი ვარ, მაგრამ ჩაერთვებია შესაბამის სპეციალისტები და დაიკავებს თუ კი ეს საფუძვლიანი იქნება თავის ადგილს ამ პროგრამაში. ეს გვერდში ამ კაცისთვის ვისწარეკა ახლა თუ კი კრასნოდარიდან არის და თუ კი 20,000 ქართველი. ეს შეკითხვა როგორ თქვენ დაგისვათ და არ გადმოვიდეთ ის ქართველები იყვნენ იქა დააგროვეთ კაპიტალიზმმა და ამ დალაგებდა სიტუაცია და მე მივხედოთ არ დალაგდება შემოგელე. კრასნოდარში ძალიან დიდი თანხმობა შეაფასოთ რომ ვერ უნდა მიიღოს ყველა საქმის კეთებელი ქართველი დღეს უნდა იყოს ზუსტად საქართველოში როცა აშენდება მე ვიშამოვლენ რომ არ უნდა ჩამოვიდნენ მაგრამ მე აღარ არის სტატისტიკა მაყურებელმა რა ზანა მე საკმაოდ კარგად ვერ ყვევს კავკასიაში რადოზით ხდება მიგრაცია სულ იყვნენ 22-26,000 99,000 რუსები ისა ბოდიში სომხები ჩასახლებულები. უკვე არიან 250,000. 10 ჯერ მოიმატა 10 წელიწადში თუ 15 წელიწადში სომხების რაოდენობა თავს აგროსამეწოლო კომპლექსებს უკვე სომხები აკონტროლებენ იქა. აი მეურნე ხალხის დეფიციტია იქ აი სივრცე არის აუცილებელი. კატალონა სომხები დაიჭირეს. ეს ქართველები ძველწავენა ძალიან კარგად ცხოვრობენ იქ. ჩვენთან აფისებული რომ ბატონო ვეღარ ვეტევით, იმიტომ შეხავდება ხო? ეს რა იქ საქართველოს ისე როგორ ეხმარება მათ? იქ ოღონდ დასახის ოღონდ კრედიტებს აძლევენ, ტრაქტორებს აძლევენ, სარწყავებს უკანეს, ყველაფერს. არ არის ზრუნვა, იმიტომაც გარბიანი სომხების კარგი. ბატონო დაუს, ვინ უნდა იზრუნოს? ვერ გამიგე, მამაღლეთი სამოხდა ქართველებზე იზრუნ. აბა, მოგა, თითოეული ჩვენთაგანის საზღუნდა თავსატეხია რომ საქართველოს ყავდეს ნორმალური ხელისუფლება. გასკვირა და ჩვენ სუდი ხელისუფალი ყავდა, კარგი უნდა გავხსეულიყავით საქართველოს და 90 საუკუნის განმავლობაში ერთი კაცი აღარ დავჩევიყავით. აბა, არიან მიწასთან საკუთარ სამშობლოსთან ნაკლებად მიჯაჭვული ადამიანები, არის ძალიან გაჭირებული ადამიანები, არიან ნაბატიო უსაქმურები და ბევრი სხვა ყველა ერთია და ჩვენთანაც არის. ეხლა რომ მომიყვეთ ჩამოუყვეთ არა? მე გარკვეულებ რომ 100 საქართველოსგან წასული 90 არ ქონდა აქედან წასასვლელი. საქმე. და ესე თუ დავტოვეთ ჩვენი სამშობლო და გავიქეთით და ვინმე დაუტოვეთ არა? ესე რომ ყოფილიყო და ძალიან კარგად მახსოვს ერთხელ პარიზში მქონდა ესეთი არაოფიციალური შეხვედრა ჩვენს იქაურ ემიგრანტებთან, ქართველებთან. შეიძლება იქ იყვნენ ძალიან საპატივცემულო ჩემთვის საყვარელი ადამიანები, მაგრამ მე შევხვდა რამდენიმე იმისთანა. დაიწყო ერთმა ასაკოვანმა კაცმა, ეგეც პირდაპირ აღვირახსნილი